პროჭორილელებს დიდი სტუმარი ყავდათ ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი. ოღონდ თუ ვინმე დაინტერესდით რისთვის ჩამოვიდა ეს კაცი, ვერაფერს გაიგებდით. მომწვევა წერია შინაგან საქმეთა სამინისტრო, სადაც საპატიო ყარაული და წითელი ხალიჩაც კი დაახვედრეს. კიდევ შეხვდა ქოცების იუსტიციის მინისტრ სალიას, რომელმაც მოუწყო სრულიად დაუვიწყარი გასეირნება გლდანის ციხეში. მთავარი კი ცხადია, უნდა ყოფილიყო აუდიენცია ირაკლი კობახიძესთან, რაც ზუსტად ვიცით რომ შედგა. ოღონდ ამ უკანასკნელის Facebook გვერდი, ან ვებ გვერდი, რომელიც ისტორიას მისი კულულების ყოველ გადავარცხნას უნახავს, რომელიც ავაზა საფეხბურთო სკოლის გახსნას 3 პოსტს უძღვნის. ზუგდიდი სპორტული ცენტრის გახსნას კი 5-ს. ეს Facebook და ვები შეხვედრას ისრაელელ მინისტრთან ერთი სიტყვითაც არ ახსენებენ. მე იმ კატეგორიის ხალხიდან ვარ, ვინც კითხულობს რატომ. რა გამორჩათ მთავრობის სტრატკომებს და პრეს სამსახურებს, ასეთ სხარტებსა და ოპერატიულებს ყველა სხვა შემთხვევაში. იმ ხალხის კატეგორიიდანაც ვარ, ვინც ინფორმაციას სხვა წყაროებში ეძებს ხოლმე და ხანდახან წარმოიდგინეთ პოულობს. ახლაც პიაპირ უნდა გითხრათ ვიპოვნე. გამოცემა Israel National News, რომელიც ამ შეხვედრას რამდენიმე წინადადებას უძღვნის. მოусმინეთ და თქვენ თვითონ მიხვდებით, რატომაც დაბლოკა კობახიძის კანტორამ, პრესამსახურმა თუ ვიღაცამ ფოტოების, ვიდეოს, თუნდაც ზოგადი ინფორმაციის გავრცელება. მინისტრმა წარადგინა ჰამასის შეერაღებული ტერორისტების ფოტოები, რომლებიც იტაცებენ ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს ღაზაში. რითაც ხაზი გაუსვა, რომ ჰამასის პროპაგანდის აპირისპიროდ ღაზაში არ შიმშილია და არ საკვების სიმწირე. მან მოუწოდა საქართველოს პრემიერს შეუერთდეს ყველა მძევლის გათავისუფლების უპირობო მოწოდებას. ახლა მიხვდით, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, ულტრაზე ულტრამემარჯვენე იტამარ ბენ-გვირი, სთხოვს კობახიძეს დაუდექი გვერდზე ისრაელის ხალხს და მოითხოვე მძევლების გათავისუფლება. ვისგან? ციტატა. ისრაელის სახელმწიფო ანადგურებს ირანსა და ჰეზბოლას და ასევე ებრძვის ჰამასს ღაზაში. კაცობრიობამ არ უნდა დაუშვას, რომ ჰამასი ღაზაში დარჩეს. ის უნდა განადგურდეს. ახლა ალბათ ყველაფერი გასაგებია და პირველ რიგში გასაგებია, რომ უსაფრთხოების მინისტრის ვიზიტის მიზანი არა მხოლოდ ციხეების დათვალიერება, არამედ თავისი მთავრობისა და ქვეყნის პოზიციის მკაფიო დაფიქსირება იყო. ჩვენ ვებრძვით ტერორისტებს, თქვენ კი ტერორისტებთან მეგობრობთ და გლოვობთ მათ. და გახსოვდეთ ვინ ვართ, რა შეგვიძლია. თუ არ გახსოვთ, აგერ მეგობარ ირანს კითხეთ. ბენ-გვირი კობახიძესთან ალბათ ზედმიწევნი დიპლომატიური არ იყო. ზოგადად არ თulis ეს კაცი საჭიროდ პოზიციის დაფარვას იმის გამო, რასაც ამბობს ჰამასსა და ღაზაზე, რასაც ფიქრობს და ამის გამო ნორვეგიას და კანადას ყავს სანქცირებული. ბენ-გვირის ვიზიტს, როგორც ნამდვილ ევროპელ დემოკრატიას ეკადრება, საქართველოშიც გამოუჩნდა პროტესტი. აქტივისტებმა მშვიდობის ხიდიდან გადმოფინეს პალესტინის უზარმაზარი დროშა. რაც ასევე საინტერესოა, ისინი არავის დაურბებია. არავის გაუნგრევია ცემით, არავის დაუპატიმრებია, არავის დაუჯარიმებია, დროშაც კი არავის ჩამოუხტმევია. უბრალოდ ექსპერიმენტად გთავაზობთ. გააშალეთ თბილისში სადმე, მაგალითად, ასეთივე გრანდიოზული უკრაინული დროშა. თუ ვირისაბანოში არ გაგიშვეს 5,000 ლარიან ჯარიმას არ მოგანატრებენ. გარანტიას ვიძლევ. აგერ ივლისში იყო, რომ კობახიძის მთავრობამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვინმე ღვთისიაშვილს უხთო საქმე დაავალა. წადი და მიუსამძიმრე ირანის საელჩოს, რომელმაც, ციტატა, ირანზე ისრაელის რეჟიმის თავდასხმისას დაღუპულ მოწამეთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოაწყო. მივიდა ეს ბედოულათიც და სამძიმრის წიგში სულ ცრემლები აღვარღვარა ჰამასის მეგობარი პროჭორილელების სახელით. აი, ამის პასუხის მოსათხოვნადაც ჩამოვიდა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი. და რასაც უნდა კარნახობდეს ივანაშვილს თავისი გეოსტრატეგიული გენია, სახელად FSB. მისი, კობახიძისა და სხვა პროჭორილელთა ინტერესშია ყური დაუგდო ნამსტუმარს. თუ არა და ძველი ანეკდოტი ხო გახსოვთ? ყური მე არ ვიცი დავიჭერ და ეს არის ვაშა გადაცემა თენგის გოგოტიშვილთან. გვიყურეთ, მოიწონეთ და გამოიწერეთ ყველა პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.